გავრცელებული ინტერვიუ პოლიტიკური შეფასებების თემა. მმართველი გუნდისთვის ახალაიას პოზიცია წარდგენილი ბრალდების აღიარება. გახარიას გუნდში კი აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულმა პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მე არ ვიცი ბაჩო ახალაია იყო თუ არა 4 ოქტომბრის აქციის საპროტესტო დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული დამხობის პროვოკაციას და პირველ რიგში ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ის პარტიები თუ ინდივიდები, ვინც მასთან არიან და მათთან არიან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, თითოეულმა ამ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი და პირველ რიგში საუბრო პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ცდილობენ აი ამ წარსულის შეხსენებით საკუთარი დანაშაულის გადაფარვას, თან ეს რასაც აკეთებენ არის საბჭოთა წითელი ტერორის სრული რესტავრაცია. აი ამ სპირალშია მთელი ქვეყანა, ქმარს ცოლით აშანტაჟებენ და ცხადია სასამართლო ვერ იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ სასამართლოც არის რეჟიმის, ანუ ქართული ოცნების ნაწილი და მიყვება იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც ქმნის სამწუხაროდ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე დღეს. ზოგადად რაც შეეხება ახალაიას და მის დაჯგუფებას, მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი და ზოგადად მისი გუნდის წევრები შეპყრობილები არიან ძალაუფლების ხელისუფლების ხელში ჩაგდების ყურვილი და შესაბამისად ნებისმიერი არეულობის უკან დგას კონკრეტულად ბაჩო ახალაია და მისი თანაგუნდელები და არავისთვის არის გასაკვირი თუ რაიმე კონკრეტულ დანაშაულს და ბრალს აღდგენენ მას. სამწუხაროა, არავის არ უხარია, ვინმეს დასჯა ბაჩო ახალაია, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი. მაგრამ რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს, კონკრეტული მიზნით ჭირდებათ. აქედან გამომდინარეობს აი ეს სცენარი და ამ სცენარში ამდენი ხალხის ჩართულობა. ყველაფრით თავის იარაღით, ასაფეთქებელით, აი ამ გარკვეული ადამიანების წინ წამოწევით, რომელიც თითქოს და საზოგადოებას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ათეულობით დახარჯული, ათეულობით მილიონი დახარჯული იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს.